თავიდან იწყება რაღაცა მისტიკური ელემენტით, რომ რაღაც უჩხული გამოჩნდა წყალქვეშ. კაიხანი ვერ ხვდება მკითხველიც, რომ რა შეიძლება იყოს. ყველაზე ახლოს არის ახალ ზელანდიასთან და იქიდანაც კი 1000 კილომეტრით არის მოშორებული. წარმოდგენაც კი მეშინია მე პირადად ასეთი ადგილის. მაშინდელია National Geographic-ის კაცი იყო ფაქტობრივად. ზუმიდან დაწყებული კოსმოსში გაფრენა და ყველაფერი მაინც რაღაც ფორმით იწინასწარმეტყველა. ამ დიდი სიყვარულისა და ინტერესის გარეშე ტექნიკურად უბრალოდ ამას ვერ დაწერს ადამიანი. ბიჭებისთვის იწერებოდა თითქოს და ისწავლებოდა ასეთ წინე, მაგრამ გოგოებიც ეპარებოდნენ წასაკითხათო. აი სოდნა რაც მეცნიერებაში იყო დაგროვებული, ვიღაცას უნდა მიეტანა საზოგადოებამდე. ესეც მან შემოიტანა ლიტერატურაში. ხოდაშორის შურდათ მათ ჟიულ ვერნისა და აშკარად მისი სიმპათიები ყოველთვის არის იმპერიის წინააღმდეგ გაჯანყებულების მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ საერთოდ არ იყო დიდი მოგზაური ჟიულ ვერნი, რამდენჯერმე აქვს დატოვებული სულ საფრანგეთში. არანაირი ChatGPT არ ქონდა, რომ რამე ეკითხა. და ყველაფერი ხდება აი მის გარშემო 57 პარალელზე. და გაქცევის იდეას არ ივიწყებს. ესეც მნიშვნელოვანი იდეა ლიტერატურაში. იმის თვალსაჩინოშიც კი მოხდა საქართველოს და ხვამლისთაც კი აქვს ნახსენები. ბავშვებს, ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, გაზრდილებს უკვე, ვისაც ბავშვობის გახსენება უყვარს. რაღაცნაირად არ მინდა რომ მივიწყებული იქნას ეს ავტორი. ჟიულ ვერნის 80,000 კილომეტრი წყლის ქვეშ. მოგესალმებით ჩვენს არხმის მინეზე, სანამ ვისაუბრებთ წიგნზე, მინდა გთხოვოთ დაალაიქოთ ჩვენი YouTube არხი, გამოიწეროთ, კომენტარები დაგვიწეროთ. ასევე მადლობა ვუთხრათ ჩვენ სპონსორს მთის წყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და ჩვენ სპონსორს საქართველოს უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს გადასარევი სლოგანი, რომ მხოლოდ თავისუფალ გონებაში იბადება სამყაროს გადარჩენის იდეა. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია. მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. დღეს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე შინაგანად თავისუფალი ადამიანის წიგნი გვაქვს, წარსადგენი და სტუმრად მყავს ისტორიკოსი პროფესორი ნიკა ხოფერია. მოგესალმები. და ვისაუბრებთ ჟიულ ვერნის 80,000 კილომეტრი წყლის ქვეშ ან 20,000 ლიე წყლის ქვეშ, როგორც ერქვა. სტუმრები ყოველთვის თვითონ ირჩევენ ხოლმე წიგნს და ვეკითხები, რატომ აირჩიეს ეს წიგნი სასაუბროდ. პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ ცოტა მგონია რომ ჟიულ ვერნი, მაინ რიდი და ესეთი ავტორები რომლებიც მაგალითად ჩემ ბავშვობაში განსაკუთრებით და კიდევ უფრო წინა თაობებში საბჭოთა თაობები გაზრდილი არის ამ წიგნებზე, იმიტომ რომ ეს მაშინ იყო ერთგვარი ესეთი ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში ძალიან დიდი ინფორმაციის წყარო, ძალიან ვაფასებ ასეთ ავტორებს, ძალიან მიყვარს წიგნები, რომლიდან ძალიან ბევრი სწავლა შეიძლება და ვფიქრობ, რომ ჟიულ ვერნი ერთ-ერთი ისეთი ავტორი არის ზუსტად, რომელიც აი ამ ინფორმაციას გვაწვდის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანამედროვე ინფორმაციულ საუკუნეში ვცხოვრობთ ახლა და ყველაფრის მოძებნა გაცილებით მარტივია, აი ეს ერთად შეგროვებული ამდენი ინფორმაცია იმ თემებზე, რომელზეც ის წერდა მე მაინც დღესაც მიჭირს რომ ვინმე სხვა ავტორის ტექსტს წავკითხო ან მოვძებნო საერთოდაც. ამიტომ მიმაჩნია რომ აი რაღაცნაირად არ მინდა რომ მივიწყებული იქნას ეს ავტორი, ისევე როგორც მაინ რიდი და ზოგადად 19 საუკუნის მწერლები, რომლებიც თავის დროში, რომელშიც მაშინ აი ბუმი იყო ერთგვარი ამ აღმოჩენებისა, ამ სიახლეების მერე საზოგადოებაში შეტანისა, განათლების და ზოგადად ამ ყველაფრისა, აი მინდა რომ ეს არ დავივიწყოთ და ამავე დროს თანამედროვე ახალმა თაობებმა წაიკითხონ ეს წიგნები, ვინაიდან მე ასევე შემიძლია თქვა რომ რაც არ უნდა ინტერნეტში ვეძებოთ, აი ასე ერთად კარგად შეგროვებულ და ასე კარგიანი დაწერილს მაინც ვერ ნახავთ და ამიტომ ვისაც გეოგრაფია, ისტორია, ბუნებისმეტყველება ეს ყველაფერი გაინტერესებს, უნდა წაიკითხოთ აუცილებლად ჟიულ ვერნის წიგნები და ამას გარდა რა თქმა უნდა მას თავისი ლიტერატურული ღირებულებაც აქვს და ამავე დროს ასახავს ეპოქას, რომელშიც ჟიულ ვერნი თვითონ ცხოვრობდა, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პერიოდი ისტორიის. ვთქვათ ახლა რომ წიგნი იწერებოდა 1879-70 წლის განმავლობაში და 71-ში გამოიცა და ამ დროს რა ხდებოდა საფრანგეთში, გარდა იმისა, რომ კონსტიტუცია მიიღეს იმ წელს. ხო, ზოგადად ჟიულ ვერნის წიგნების უმეტესი ნაწილი 60-იან წლებს ეხება. განსაკუთრებით აი ძირითადი ნაწარმოებები რაც არის, აი კაპიტან გრანტიშვილები, საიდუმლო კუნძული და 20,000 ლიე წყალქვეშ, ყველა არ დაწერილი 60-იან წლებში მიმდინარეობს მოქმედება. და ეს არის პერიოდი, როცა საფრანგეთში არსებობს მეორე იმპერია.
იმპერია. ანუ ნაპოლეონ მესამე არის ტახტზე, საკმაოდ კარგი პერიოდი იყო, შეიძლება ითქვას, საფრანგეთისათვის ნაპოლეონ მესამის მმართველობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი საკმაოდ დაკნინებული არის ხოლმე ისტორიაში, იმიტომ რომ საბოლოოდ დამარცხდა ის და პრუსიასთან ომში დამარცხების შემდეგ, იძულებული გახდა გადამდგარიყო ტახტიდან და საკმაოდ ცუდი სახელი დატოვა თითქოს ისტორიაში იმით, რომ აი ნაპოლეონ პირველთან შედარებით, რომელიც დიდი მხედართმთავარი იყო გაცილებით, ეს ამით არ გამოირჩეოდა ზოგადად. საკმაოდ კარგი პოლიტიკოსი იყო, კარგი სტრატეგოსი იყო, ბევრი რამ ააშენა. თანამედროვე პარიზი, აი ვისაც უყვარს, აი მაგალითად პარიზში ჩასვლა დათვალიერება ულამაზესი ნაგებობებისა, რაღაც წრიული დაგეგმარება, ტრიუმფალური თაღიდან რო გადმოიხედავ და რაღაც შესანიშნავი ქალაქი რო ჩანს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ნაპოლეონ მესამის დამსახურებაც არის, იმიტომ რომ ახალი თანამედროვე პარიზი არის გარკვეულწილად ნაპოლეონ მესამის მემკვიდრეობა. ეს კაცი ძალიან ბევრს აშენებდა, ძალიან ეკონომიკურად გამართა საფრანგეთი თავის დროზე, საბოლოო ჯამში იმპერია დამარცხდა, მაგრამ ძალიან დიდი მემკვიდრეობა დატოვა. და საგანმანათლებლო თემებიც მაგ დროს შემოვიდა, ძალიან უწყობდა ხელს განათლებას. მის პერიოდში გამოიცა უამრავი აი ისტორიული წყაროების კრებულების, მათ შორის ჯვაროსნული და ასე შემდეგ, რომლებიც ზოგიერთ საქართველოშიც კი არის ეს ტომები, ყდაზე აქვს ხოლმე ნაპოლეონის ოქროს არწივი გამოსახული ასეთი წინ გამოცემებს იმპერიული პერიოდისაა და მერეც მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი დამარცხდა პრუსიასთან ომში და მერე პარიზის კომუნა გადაიტანა, რომელიც ძალიან მძიმე პერიოდი იყო ქალაქისთვის და შემდგომში აღდგა რესპუბლიკა. მიუხედავად ამისა, აი აქედან დაწყებულ პერიოდს, რომელიც მეტი სიმშვიდით გამოირჩევა სხვადასხვა, იმიტომ რომ საფრანგეთი ნაკლებად მონაწილეობს უკვე აი ამ 70-იანი წლებიდან სოფლიო კონფლიქტებში, შესაბამისად აი ამ პერიოდს ეწოდებენ ხოლმე აი ლამაზ ეპოქას ეწოდებენ ხოლმე ლა ბელ ეპოქ, ანუ რაღაცა ის კარგი პერიოდი ისტორიისა რა, რომელიც დროსაც მიმდინარეობს ეს განათლება ვრცელდება მთელ საფრანგეთში, უფრო სკოლები უმჯობესდება, ეს მეცნიერებისგან მიღებული სიახლეები ინერგება საზოგადოებაში და შესაბამისად აი სკოლებში შემოდის ის სწავლების და მოდაშიც არის ეს ზოგადად ამ პერიოდში იწერება ყველაზე მეტი ალბათ აი ამ ტიპის ნაწარმოებები, როგორც წერს ჟიულ ვერნი, იმიტომ რომ აი სოდნა რაც მეცნიერებაში იყო დაგროვებული, ვიღაცას უნდა მიეტანა საზოგადოებამდე და შესაბამისად საზოგადოება ძალიან ინტერესით უყურებდა და კითხულობდა ამ ყველაფერს. შესაბამისად ჟიულ ვერნმა კარგად გამოიყენა ეს შეძლებულობა იმისთვის, რომ აი გამხდარიყო ავტორი, რომელიც ამას მიიტანდა ადამიანებამდე ძალიან კარგი ენით, ძალიან საინტერესო სიუჟეტთან ერთად. იმიტომ რომ აი ეს სიუჟეტი და ეს ყველაფერი ზოგჯერ არის ხოლმე ზოგიერთი მაგალითად ფიქრობს, ვინც ჟურნალს კითხულობს, რომ თითქოს შესაფუთი არის საშუალება იმ დიდი ინფორმაციისა, რომელიც მიწოდებასაც ჟურნალი ცდილობს საზოგადოებისათვის. და ამავე დროს ალბათ ამ ავტორის განსაკუთრებული სიყვარულიც არის ალბათ ასეთის ამ საქმისადმი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ საერთოდ არ იყო დიდი მოგზაური ჟურნალი, რამდენჯერ აქვს დატოვებული სულ საფრანგეთი, ეს სკანდინავიაში იყო წასული ერთხელ. მაგრამ შინაგანაც რომ მოგზაური იყო, ჩანს მისი ბავშვობის ეპიზოდიდან, როცა სახლიდან გაიქცა, გემზე უნდოდა და მამამ აი ბოლო მომენტში დაიჭირა და მოაბრუნა, თორემ სურვილი ქონდა და მაშინ თქვა ზუსტად, რომ მაშინ მე მაინც ვიმოგზაურებ წარმოსახვაში, ანუ ისე ზოგადად მოგზაური ალბათ ქვია ადამიანს, რომელიც იკვლევს. შეიძლება პირდაპირ თავად ვერ იმო, თუმცა ხო ქონდა იახტები მე დადიოდა გარშემო. კი, ოღონდ ძალიან შორს არ დადიოდა. ხო, ეხლა წყალქვეშა ნავზე ხო ვერ მოახერხებდა. ეს წყალქვეშა ნავი მან შეიძლება არ იწინასწარმეტყველა, მაგრამ იმიტომ რომ უკვე რაღაცა ტიპის ჩანასახოვანი იყო, მაგრამ აი ეს ელექტროობასთან დაკავშირებული რო იყო და ზოგადად ბევრი რამე შეიძლება ითქვას ზუმიდან დაწყებული კოსმოსში გაფრენა და ყველაფერი მაინც რაღაც ფორმით იწინასწარმეტყველა და დედამ ისა დედის მხარეს ოჯახი იყო გემთმშენებლობის მცოდნე ფიქრობ რომ მაინც ხო და ალბათ მაინც მოდის ოჯახიდანაც ინტერესიდანაც და თან არ დაგვავიწყეს რომ აი თქვენ ახსენეთ იმდროინდელი მოდაში ყოფნა მეცნიერების და ამ ეთსელის ანუ გამომცემლის სურვილიც იყო, რომ ავალებდა, რომ აი ეს რაღაცები ჩაასწორე და წერე იმაზე, რაც გამოგდის, ამ სამეცნიერო ფანტასტიკა. კი, გამამდიდრე. თავიდან ხო ცოტას უხდიდა და მე. კი, ნუ იცი რა არის, ჟიულ ვერნი თავიდან საერთოდ სხვა ტიპის ნაწარმოებებს წერდა, ლექსებსაც კი ცდილობდა რაღაც, რომელიც მაგრამ არ გამოსდიოდა მაინც და მაინც რა, ამაში არ იყო შეწარმატებული, სანამ არ შეხვდა ზუსტად აი ამ ეთსელს და აი მან მისცა გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ეს მიმართულება და მიხვდა, რომ აი ამით შესაძლებელი იყო როგორც ორი
ორივესთვის სასარგებლო ეს ხელშეკრულება ყოფილიყო მათ შორის რა იმიტომ რომ როგორც ჟულ ვერნისთვის იყო მომგებიანი ძალიან ის ისე ეცელისთვის თვითონ იმიტომ რომ ეს წიგნები ბესტსელერები ხდებოდა ჟულ ვერნის წიგნები იმიტომ იყო რომ საფრანგეთის აი სხვა მწერლებს რომლებიც იმ პერიოდში მოღვაწეობდნენ ხო ხა ძალიან დიდარი პერიოდია დიდი მწერლებით ხო ჯერ დიუმები იყვნენ მერე ჰიუგო იყო ჟულ ვერნი იყო მერე ემილ ზოლა და ასე შემდეგ ხო ძალიან ბევრი დიდი ავტორია მაგრამ სხვადასხვა შურდათ მათ ჟულ ვერნისა და მის ნაწარმოებების დაკნინება ცდილობდნენ ხომ იმიტომ რომ ძალიან წარმატებული იყო მათთან ან მათი წიგნები გაცილებით ცოტა იყიდებოდა ხომ ვიდრე ჟულ ვერნისა რომელიც აი ბესტსელერების ავტორი იყო თავისი დროისათვის და მე ვფიქრობ რომ გარკვეულწილად იმსახურებდა ეს იმიტომ რომ აი ეს კაცი აერთიანებდა არა მარტო ლიტერატურას არამედ აი მაშინდელი National Geographic-იც ეს კაცი იყო ფაქტობრივად რა იმიტომ რომ უცხო ქვეყნებში აი გინდა ბრიტანეთში და შემდეგ ვერავინ ვერ შეედრება ჟულ ვერნს აი ამ ჟანრში კი და მე იყო კიდევაც კოსმონავტების ოკეანოლოგების და ვისი ინსპირაცია აღარ და მუზა და ვის გამოც ბევრმა თავი მიუძღვნა მეცნიერებას ბავშვობაში წაკითხული ჟულ ვერნი მერე მოქმედებდა მათ პროფესიულ სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც მიიჩნევა ხოლმე ეს საერთოდ ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა თუ რას გულისხმობთ ჩვენ სამეცნიერო ფანტასტიკაში იმიტომ რომ თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკა შეიძლება უფრო დაშორებული არის ამას იმ თვალსაზრისით რომ აქ რაღაცა უცხო ცივილიზაციები კოსმოსის კვლევა რაღაც ძალიან შორეული მომავალი და შემდეგ არის ხოლმე მაგრამ მიუხედავად ამისა ჟულ ვერნს ბევრი ისეთი იდეა ჰქონდა რომელიც პოტენციურად უნდა მერე გავლენა მოეხდინა იმ ფანტასტ ავტორებზე რომლებიც შემდგომში დაწერდნენ აი ასეთ ნაწარმოებებს უკვე აი მათ შორის ხა ალბათ ეს 20000 ლიეს წყალქვეშ ერთ-ერთი არის ესეთი ნაწარმოებებიდან თუმცა აქვს მოგზაურობა მთვარემდე მაგალითად დაწერილი დედამიწის შუა გულისკენ და ასე შემდეგ აი მსგავსი ტიპის ნაწარმოებები მაგრამ ამავე დროს თავგადასავლოდაც განიხილება ხოლმე ხო მისი წიგნები იმიტომ რომ ეს არის დიდი თავგადასავლო იმიტომ რომ აკმაყოფილებს თავგადასავლის კრიტერიუმებს ხო და ამავე დროს აი მე მაგალითად მიყვარს რომ ამ წერილს შეუძლია მისტიკაც ქონდეს გარკვეულწილად აი რაღაცა მისტერიას ქმნის ხოლმე ყოველთვის თითქოს რაღაც საიდუმლოება რაღაც დაფარული არის ესეთი რომელიც იცის რომ ადამიანებს აი დაინტერესებს და საშუალო აი აიძულებს რომ ეს წიგნი გაყვნენ რა და აი გაიგონ ბოლოს რა ხდება ხო კაპიტან გრანტიშვილებში მაგალითად აი ძალიან დიდი ისა აქვს და დამალული იმ წერილების აღმოჩენით რომელსაც შენ ცდილობ თითქოს რომ იმათთან ერთად რაღაცნაირად ამოიკითხო რა ხდება იქ ხა და თან წარმოვიდგინოთ მე-19 საუკუნეში რომ ადამიანები ყველა თეორიულ მასალას რაც არსებობს დრამატურგიაში და ამის ყოლის ამბის თხრობის ტექნიკაში, რასაც მე ვასწავლი მაგალითად, ყველა კრიტერიუმი ჟულ ვერნის მიერ დაცულია. ხო, ანუ პროფესიონალი და ინტუიციურად გრძნობდა, რომ ხო, გმირს უნდა კონდეს რაღაცა და ცოტა პოლიტიკური ელფერიც კი აი ოთახში რომ შეყავს და ამბოხებულების, აი ძალიან ფრთხილად, მაგრამ შემოაქვს აი ამბოხებულებისკენ რომ არის თავისუფლებისთვის მებრძოლებისკენ, ხო? კაპიტანი ნემოს ინგლისელები ყოველთვის უარყოფითად არიან წარმოჩენილები ამავე დროს. ფრანგული ხასიათიც არის და შოტლანდიურიც გარკვეულწილად, იმიტომ რომ ნახევარ შოტლანდიელიც იყო და შესაბამისად შოტლანდიელები და ფრანგები ყოველთვის მოკავშირეები იყვნენ ხოლმე თავის დროზეც ინგლისელების წინააღმდეგ და ასე რომ აი გარკვეული სენტიმენტები ამის მიმართაც აქვს. ასევე უნდა ითქვას რომ ის თვითონ გარკვეულწილად თავის მიმართაც კი ცოტა ცინიკურად არის ხოლმე განწყობილი ზოგჯერაც ნაწარმოებებში აქვს ძალიან კარგად ასახული. აი მისი ბიოგრაფია იკითხება, მის ნაწარმოებებში მაგალითად კაპიტან გრანტიშვილებში არის ესეთი პერსონაჟი, პარიზის გეოგრაფიის საზოგადოების მდივანი, ჟაკ პაგანელი, რომელიც არის აი ფაქტობრივად თვითონ ჟულ ვერნის პროტოტიპი არის რა ამ ნაწარმოებებში წარმოჩენილი და ერთი ეპიზოდია რომელშიც აი ჟულ ვერნი თითქოს აი თავის მოღვაწეობას და როგორ წერდა ამ წიგნებს და როგორ იკვლევდა ამ ყველაფერს იმაზე აი რაღაც მინიშნებას გვაძლევს. ის მიდიან პატაგონიაში, ანუ არგენტინაში მოგზაურობენ, რომ 37 პარალელი ხო უნდა გაივლონ, რომ კაპიტან გრანტს ეძებენ და იქ გამყოლები ყავთ, რომლებიც მთაში გადაყავს და ის გამყოლს ეკითხება რაღაცებს ლორდი გლენარვანი, ვინც მეთაურობს ექსპედიციას და ყველაფერზე პასუხობს პაგანელი იმ გამყოლის ნაცვლად და ის გამყოლი ეკითხება მე რომ თქვენ ალბათ გიმოგზაურიათო ამ ადგილებშიო და პაგანელი თქოს კიო მოგზაურიაო და ჯორითო არა სავარძლითო ესე ეთქოს ანუ ისიც თავის ამ მოგზაურობს ისეთ ადგილებს აღწერს რომელზეც თვალით არ უნახავს თვითონ საერთოდ არც სამხრეთ ამერიკაში არ მოგზაურია არც ავსტრალიაში ყოფილა სამუშაო სახში ედო ყოველთვის რუქები აკიდაშია შემდეგ და აი ამით იყო კაბინეტში შეისწავლეთ კაბინეტში შეიძლება ეს არ კიდევ ერთი დასტური და გამხნევება მათ ვინც ვერ ახერხებს წასვლას რომ ყველგან შეიძლება მიხვიდე ისე რომ არის აი მე მაგალითად სადაც მეშინია ხოლმე წასვლა ან საშუალება არ მაქვს ან წასვლა მეშინია მაგრამ მაინტერესებს YouTube მოგზაურებს ვუყურებ რა ჯაკარტა თუ მაინტერესებს მე თვითონ ხო იმიტომ რომ შენ შეიძლება ვერ გაბედო სადღაც
წასვლა, მაგრამ და გეზარო ზააშორწავს მოსაკაცო. სადაც შეიძლება ერთი კვირა მომდა გზაში და რაღაც ძალიან დიდი. კი, და ვიღაცას ვისაც არეზერვა, შენთვის ამას აკეთებს ერთგვარი სიკეთეა. კი, ისე უნდა აღინიშნოს, რომ ასევე ამ ეპოქის ძალიან კარგი ასახვა არის ჟიულ ვერნის ნაწარმოებები 80 დღე დედამიწის გარშემო. იმიტომ რომ აი იმ სამეცნიერო პროგრესზე და ის რომ დედამიწა დაპატარავდა ადამიანებისათვის, რომელიც ადრე ძალიან უსაშველოდ დიდი იყო და არ იცოდნენ მისი ყველა კუთხე, ჯერ კიდე შესწავლილი არ იყო და რაღაც მისტიკა ქონდა, ხო? აი ჟიულ ვერნთან უკვე ჩანს, რომ ადამიანმა ყველაფერი ასე თუ ისე შეისწავლა დედამიწაზე და დაპატარავდა დედამიწა მის თვალში, იმიტომ რომ აი უკვე ეს ამით ამტკიცებს, რომ 80 დღეში ტექნიკურად შესაძლებელი არის, რომ დედამიწას გარს შემოუარო, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო. 80 დღეში შეიძლება ერთი რაღაც პატარა მონაკვეთი ვერ გაევლო ადამიანს, მაგალითად შუა საუკუნეებში, ხო? და ეხლა წარმოუდგენთ, რომ ადამიანმა შეიძლება შემოუაროს დედამიწას 80 დღეში, რაც ასევე არის ამ პერიოდის აი იმ რაღაცა ინდუსტრიული რევოლუციისა და იმ პროგრესის მანიშნებელი, რაც არის და უნდა ჟიულ ვერნს აჩვენოს კიდევაც რა, ილაპარაკოს ამაზე, დაწეროს ამის შესახებ და აი ეს თავარი ნაწარმოები, ჩემს და სამი ნაწარმოები აქვს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც. ეს არის კაპიტან გრანტიშვილები, საიდუმლო კუნძული და ეს 20000 ლიე წყალქვეში. იმიტომ რომ ეს სამი ჯერ ისე გადაბმული არის, დაკავშირებული არის ერთმანეთთან, თუმცა უნდა ესეც მან აღინიშნოს, შემოიტანა ლიტერატურაში. ხო, აი თან ისეა, რომ ეს ძალიან კაფიოდ კი არ არის თითქოს და ძალიან გადაძახილია. ხო, აი ეს ძალიან მომწონს მე მაგალითად და გარკვეულ აი მისტიკას და იმ ინტერესს ესეც გიგვიძნებს თითქოს, რომ აი ეს ნაწარმოებები რაღაცით ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მაგალითად კაპიტანი ნემო, რომელიც ჩანს პერსონაჟად საიდუმლო კუნძულზეც და იქაც ჩანს ასევე 20000 ლიე წყალქვეში. კაპიტან გრანტიშვილებში ეს არ იკითხება, მაგრამ სამაგიეროდ იქ არის იმ პერსონაჟები, რომლებიც იმადა ამადა იმ წიგნშიც შეიძლება შეხვდეს. ამიტომაც არის, რომ აი ეს სამი თან მასშტაბითაც უფრო დიდი ნაწარმოებებიც არის და ძალიან აი ალბათ ლიტერატურაში ყველაზე ცნობილია შედარებით ამ ტრილოგიით, მოკლედ რომ ვთქვათ. ქართულ ენაზე ჩვენ გვაქვს მგონი 8 ტომია გამოცემული, 8 ტომეული იყო ხოლმე მახსოვს საბჭოთა პერიოდში გამოცემული და მე მგონი ცალკე გამოვიდა კიდევ ყინული სფინქსი, რომელიც შედარებით გვიანდელი ნაწარმოებია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჟიულ ვერნის ნაწარმოებები ძალიან განსხვავდება პერიოდების მიხედვით. ან ზოგი სხვა დროში აქვს დაწერილი და ეტყობა ხოლმე, რომ არის სხვა დროში დაწერილი. მაგალითად ყინული სფინქსი არის უკვე 80-იანი წლების ბოლოს, აი 90 აი სანამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა. უკვე ფეხში დაჭრილი რო იყო გიჟი ნათესავის რა და აი ეტყობა იმაზეც, რომ ჯერზე ცოტა უფრო მშრალი სტილია სხვანაირი და მეორეც ინტერესები აშკარად შეცვლილი აქვს თვითონაც რა მწერალს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ჟიულ ვერნი თვითონაც გატაცებული იყო ხოლმე ამ ყველაფრით, თორე ისე სხვანაირად ამ დიდი სიყვარულისა და ინტერესის გარეშე ტექნიკურად უბრალოდ ამას ვერ დაწერს ადამიანი. უნებრივია ეს დიდი ინტერესი ამოძრავებდა საერთოდ და აი ამის გარეშე არ იქმნება კარგი ხარისხის მწერლობა ზოგადად, ხო? ანუ შეტექნიკურად ვერ დაწერს. თუ არ გიყვარს რასაც აკეთებ, არც ის უკავშირი არ გაქვს. გრძნობს რაღაცნაირად კითხველი და აქ იგრძნობა ხო ეს ინტერესი, ცოდნა და მართლა დიდი მუშაობა, იმიტომ რომ აი ვისაც უწერია იცის შეიძლება მეერე წინასწარმეტყველება არ გამოდგეს ისეთი ზუსტი როგორც, მაგრამ მაშინ რაც იყო ცნობილი მეცნიერებისთვის, აქ არის კომპილირებული, თავმოყრილი და ამას ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება და მართლა მთელი დღე ჩაკეტილი იყო ხოლმე და მუშაობდა და არ არის ადვილი ამბავი ეს რო ასეთი. რაც უფრო ადვილად იკითხება, უფრო რთულად იწერება. აი, შედაშორის იგივე პერიოდს ალბათ შეიძლება ეხებოდეს ჰენრი რაიდერ ჰაგარდის ნაწარმოებებიც, რომელიც აფრიკას გვაძლევს ძალიან კაი წარმოდგენას, აი მეფე სოლომონის საგანძური რო არის მაგალითად მის მიერ დაწერილი, ან მონტესუმას სასული, რომელიც აი ლათინურ ამერიკაზე და მექსიკაზე, გასა ცენტრალურ ამერიკაზე წერს და ამ პერიოდში აი არის ესეთი მწერლები, რომელსაც წაიკითხავ და იმ დროზე რაღაცნაირი შთაბეჭდილება შეგექმნება. მეორეც აი ჟიულ ვერნთან ჩანს ხოლმე, აი თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ამბოხებულების ხარეს არისო ჟიულ ვერნიო და ასეცაა და ხანდახან გამომცემელი გადააკეთებინებდა ხოლმე და ზუსტად აი ამაზე უნდა მეთქვა, რომ თავარი გმირი, რომელიც არის ამ ჩვენი ნაწარმოების 80000 კილომეტრის წყალქვეშ, კაპიტანი ნემო, ასევე არის გადაკეთებული პერსონაჟი, რომელიც თავიდან როცა ჟიულ ვერნმა დაიწყო ამაზე მუშაობა, ეს კაცი იყო პოლონელი. და უნდა ყოფილიყო ის პოლონეთის აჯანყების მონაწილე, რომელიც შემდგომში ამ რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და ბოლოს გაიქცა, იმიტომ რომ წარუმატებლად დამთავრდა აჯანყება და მე შური უნდა ეძია ამაზე და მთელი ცხოვრება მიუძღვნა შურის ძიებას, აი ამ წყალქვეშა ნავით, ხო? მაგრამ შემდგომში, როდესაც მას უთხრეს, რომ რუსეთში ძალიან პოპულარულია ეს წიგნებიო და ვეღარ გავყიდითო მეреო, ხო ეს? ნუ პირდაპირ დააძალა შეიძლება ითქვას, რომ კი, ადგა და გადააკეთა, ხო? თვითონვე ასწორებდა ხომ და როგორი მწარეა, რომ აი გამომცემელი ესე თვითონ თავისით მაგრამ სხვა მაშინ არ, ალბათ შეიძლება მე უკვე პოპულარული ჟიულ ვერნი ნაკლებ კომპრომისზე მიდიოდა, მაგრამ თავიდან ძალიან
ფუნდამენტურად ერეოდა გამომცემლებს. ის საინტერესო ცვლილება გაანახორციელა ჩემი მაგრამ ისიც იმასაც ესმოდა, ხო, იმან გახადა პრინციპში, როგორც აღნიშნეთ. ხო, აშკარად ეხა კარგი ტანდემი იყო. სერიოზული გავლენა ქონდა ჟიულ ვერნი როგორ დაწერდა რაღაცას მაგრამ რუსებს რო ყველგანაც გამეცინა მაგაზე რა ყველგან უნდა გადაარჩინონ ფინანსური თემაა რა უკვე იმიტომ რომ მართლა რუსეთშიც ალბათ მეფის რუსეთში და მე საბჭოთა პერიოდში ძალიან პოპულარული იყო რა ჟიულ ვერნი და საფრანგეთს ცოტა ის ლავჰეიტი ყოველთვის ჰქონდა კი ყოველთვის ჰქონდა რუსებს ყოველთვის უყვარდათ ფრანგული კულტურა და ლიტერატურა ძალიან უყვარდათ აი ნაპოლეონის ომებშიც კი ოფიცრები ფრანგულად ლაპარაკობდნენ რუსები ერთმანეთშიც კი იმდენად აი როგორ ვთქვათ აი ფრანკოფონები იყო ძალიან უყვარდათ ფრანგული კი არა ჯარისკაცებს ბევრჯერ ყოფილა რომ მეგობრული ცეცხლით მოუკლავთ თავიანთ ოფიცრებს კი და აი ტურგენევის და ფლობერის მიმოწერაში მაგალითად ტურგენევის ფრანგული არის სრულფასოვანი ანუ ისეთ იმ რუსები იმდენად კარგად ფლობდნენ ამენას რომ ეს თან ხო აადვილებს კომუნიკაციას ესე კარგად რომ იცი კულტურაში შეჭრა შეგიძლია ინტერვენციაც და წამოღებაც და მათი მეგობრობის რუსებს უყვარდათ სხვადასხვა რევოლუციამდელი საფრანგეთი განსაკუთრებით აი მეფის საფრანგეთი აი ეს რევოლუციები არ უყვარდათ პირიქით მაგაზე იყვნენ გაღიზიანებულები და მაგიტომ მოუხდათ მე ფრანგებთან ეს დაპირისპირება რა. ხო, მაგიტომ თქვი სიყვარულს იძულებთ, ხან ისე ხან ხო, მაგრამ ის მეფის საფრანგეთი, ძველი საფრანგეთი, ლუი მე-14-ს, ლუი მე-15-ისა ის თავისი ძალიან ისეთი როკოკოს კულტურით და ის ძალიან უყვარდათ და ლიტერატურაც იმ პერიოდში კი არ მიმოწერაც ხო მუდმივად ქონდათ ერთმანეთთან ვოლტერი, ეკატერინე მეორეს ელაპარაკებოდა და ამ შემდეგ და არ არის გასაკვირი რომ ჟიულ ვერნი საკმაოდ პოპულარული იყო, იმიტომ რომ ფრანგულ წერლობას კითხულობდნენ რუსები, ბუნებრივია, იმიტომ რომ ფრანგულენოვანი ხა იმ პერიოდში რაც იბეჭდებოდა ყველაზე ბესტსელერი ჟიულ ვერნი იყო ასე ვთქვათ და ასე რომ ხელი მიუწვდებოდა თამბილად ამაზე და ნემოს მე ინდოელად გადაკეთება შეიძლება ითქვას რომ აი კომერციულადაც მომგებიანი სვლა იყო მართლაც იმიტომ რომ ინგლისში სხვადასხვა არ იყო ჟიულ ვერნი ასეთი პოპულარული და თან ამას კიდევ ერთი რაღაც ამყარებდა სხვადასხვა რაც აი ძალიან ტექნიკური საკითხი არის ჟიულ ვერნის თარგმანები იყო ძალიან ცუდი ინგლისური თარგმანები ცნობილია რომ ყველაზე უარესი თარგმანები იყო ინგლისურ ენაზე შესრულებული რაც ძალიან აფუჭებდა მის ნაწარმოებების აღქმას ინგლისში და ამავე დროს თუნდაც ერთი უცნაური რამ ბრიტანეთში იყენებენ იმპერიურ სისტემას რომელიც არის აი ბრიტანული საზომი ერთეულების სისტემა წონისა და ზომისა საფრანგეთში სხვა ფრანგულ ერთეულებსაც იყენებდნენ და ამავე დროს მეტრულ სისტემას და თურმე ამათი გადაყვანა ერთმანეთში ინგლისელებს საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებდნენ რის გამოც რაღაცები ლოგიკაში აღარ ჯდებოდა ამ წიგნებში ამაზე სულ მახსენდება ხოლმე მე ტარანტინოს Pulp Fiction-ში ჩიზბურგერის და იმ მეტრული სისტემაზე ხადაობა ზუსტად ეგ არის კი. ხო და აი მომენტს გამოიწვია თუმე რომ ინგლისში ვერ გახდა ისეთ პოპულარული. ამიტომ ძალიან აი თითქოს არ არიდებს თავს ჟიულ ვერნი არასოდეს რომ ინგლისელების წინააღმდეგ დაწეროს. და სხვადასხვა დასცინის კიდევაც ხოლმე გარკვეულწილად ბრიტანეთის იმპერიას ზოგჯერ რომ აი რამდენად ისინი თითქოს როგორც ცდილობდნენ რომ თავის იმპერია კიდე გაეზარდათ, გავლენა გაევრცელებინათ და შემდეგ რაღაცნაირად აი დამყრობელის იარლიყს აწებებს რა ყველგან ხოლმე. და აშკარად მისი სიმპათიები ყოველთვის არის იმპერიის წინააღმდეგ გაჯანყებულების მხარეს. ეს პათოსი სულ იქნება. აი მაგალითად ერთი ეპიზოდი არის ესეთი ავსტრალიაში როცა არიან რომელიც ბუნებრივია ბრიტანელების გავლენის ზონა იყო. იქ ჟაკ პაგანელი ფრანგი გეოგრაფი შეხვდება ავსტრალიელ ბიჭს რომელიც წარმოშობით ავსტრალიელია ანუ ადგილობრივი არის აბორიგენი რომელიც იზრდება ინგლისურ სკოლაში და კითხავს ბავშვი ეტყვის რომ მე გეოგრაფიაში ჯილდო მივიღეო და გაუხარდება ძალიან და გამოკითხვას დაუწყებს გეოგრაფიისა და აღმოჩნდება რომ ბავშვმა საერთოდ სხვანაირად იცის გეოგრაფია. რაზეც ეკითხება რომ მაგალითად აი საფრანგეთი, გერმანია, ყველაფერზე ეუბნება რომ ეს ინგლისის არისო. ანუ საფრანგეთში ინგლისის გუბერნატორი მართავს, გერმანიას ინგლისის გუბერნატორი მართავს, ის ავსტრალია ყველაფერზე იძახის რომ ინგლისის არისო და ბოლოს გაგიჟდება სპაგანელი და ეუბნება რომ მთვარეზე რა სიტყვიო და მთვარეც მაგათი იქნებაო, ასე პასუხობს. ანუ ეს აჩვენებს რომ ბრიტანული იდეოლოგიას როგორ დასცინის და გარკვეულწილად ეს კილავს ჟიულ ვერნი აი მათ უნდათ სოფლიოს ბატონობა ამ შემთხვევაში. პრინციპში ხა ეს პერიოდია, როდესაც ბრიტანეთში მზე არასდროს არ ჩადიოდა, ხო, ბრიტანეთის იმპერიაში დედოფალ ვიქტორიას ხანა არის და მართლა უზარმაზარი იმპერია იყო, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა და ყველაზე დიდი ეკონომიკური ბაზა იყო სოფლიოსი, ხო, მაგრამ გარკვეულწილად ხა ფრანგებს, ისედაც ინგლისელებს და ფრანგების მეტოქეობა არასდროს არ დასრულებულა, ყოველთვის იყო ხოლმე მათ შორის რაღაცა გარკვეული მეტოქეობა და ეს მხოლოდ ასწლიანობს არ ეხება, გლობალურადაც ასე იყო. ასწლიანი ომი ხო ერთი ხო ჰქონდათ ასწლიანი ომი, მეორე ასწლიანი
პლატინიუმი იყო 1699-დან 1815 წლამდე კიდე, რომელიც ვატერლოოთი დამთავრდა. და მერეც საკმაოდ ხშირად იყვნენ ხოლმე ერთმანეთთან დაპირისპირებულები, თუ არ ჩავთვლით მოკლე პერიოდეს, მაგალითად ყირიმის ომში მოკავშირეები იყვნენ რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა და მერე პირველ მეორე მსოფლიო ომებში ასევე, ხო? ანუ თითქოს რაღაცნაირად მე-19 საუკუნის დასაწყისში დატოვეს თავიანთი ეს დიდი დაპირისპირებები, მაგრამ აი ერებს შორის ის რაღაცა დამოკიდებულება მუდმივად დარჩა და დღესაც არსებობს და ყოველთვის არსებობდა მათ შორის და ანუ ეს ჩანს ჟულ ვერნის წიგნებში ხოლმე. შოტლანდიური ასე მემკვიდრეობა, იმიტომ რომ როგორც თქვი, დედა ყავდა შოტლანდიელი და მის პერსონაჟებში შეიძლება ნახავთ შოტლანდიელებს. მათ შორის აი კაპიტან გრანტის შვილებში, კაპიტან გრანტი ხო შოტლანდიელია, მიდის შოტლანდიისთვის ახალშენის დასაარსებლად, არა ინგლისისთვის, არამედ შოტლანდიის ახალშენი უნდა დააარსოს მან და ეს პერსონაჟებიც გლენარვანი და შემდეგ ესენი შოტლანდიელები არიან, შოტლანდიელები მონაწილეობენ ამ ყველაფერში, რომლებიც ასევე არიან უარყოფითად განწყობილები ბრიტანელების მიმართ. იმიტომ რომ მაიქ როცა მაგალითად ახსენებს ბრიტანელებს მაიორი მაკნაფსი, რომელიც ერთ-ერთი წევრია, ის ახსენებს, რომ ბრიტანელიო, მაშინ კიდე შესაძლებელიაო რაღაც უარყოფითთან დაკავშირებით, როცა არის რა. მე ამბოხებს მაგალითად ის ყოველთვის რაღაცა თითქოს მხარს უჭერს ხოლმე აი ლათინურ ამერიკაში რომ ხდებოდა შიდა ომები, იქ როცა მოგზაურობენ ისინი, იქაც არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაგანელი და ესენის ეს შოტლანდიელები ამართლებენ აი მე ამბოხებს და აჯანყებულებს, მაგალითად ინგლისის ხელისუფლების წინააღმდეგ, ვინც გამოდის და უფლებებისთვის იბრძან მონები ზეც ასევე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ 15 წლის კაპიტანი, ასევე კარგი ნაწარმოებია ძალიან ჟულ ვერნისა, რომელშიც აი მონათვაჭრობის თემაზე არის და კიდევ როა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ გაუქმებულია მონათვაჭრობა ამ პერიოდში ევროპის ქვეყნების უმეტესობაში პორტუგალიაში მაგალითად არსებობდა საკმაოდ დიდი ხნის, ყველაზე გვიან შეწყვიტეს და აი მაინც აჩვენებს, რომ აი კიდე არსებობს რა ამგვარი დამოკიდებულება, ამგვარი ფენომენი, როგორიც არის მონათვაჭრობა, რომელშიც კილავს როგორც ამ პორტუგალიელებს და ევროპელებს უგადად, არამედ აფრიკელ მმართველებსაც, რომლებიც ყიდიან თვითონ რაღაც ელემენტარულ საგნებზე. მაინც ჩაასწორა პოლონელი, რომელიც რუსეთის იმპერიას ებრძვის. ხო, ფულის გამო მაინც ცოტა. კი. მთლად ეგეთი ახლა იდეალისტიც არ იყო, მაგრამ რაც იყო დაგვიტოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა, ინტერესი პატარა ბიჭების. მე ერთ ისტორიკოს ვუსმენ ხოლმე მე და ისიც ამბობდა, რომ ბიჭებისთვის იწერებოდა თითქოს და ისწავლებოდა ასეთ წიგნები, მაგრამ გოგოებიც ეპარებოდნენ წასაკითხათო. მე უნდა ვაღიარო, რომ უფრო ხო, ეხლა ჩვენ რასაც ლაპარაკობ, დღეს რაც გვაქვს ყოველ შემთხვევაში ეს წიგნი, იქ ქალის ჭაჭანებას საერთოდ არ არის და ამიტომ რა თქმა უნდა გოგოებს არ გვაინტერესებდა ეგ წიგნები ბავშვობაში, მაგრამ აი ახლა გადაკითხვისას ნამდვილად ვიგრძენი რამხელა ცოდნა და ვიზიონერობა ჩანს, არა მარტო როგორც წერლის რო გამოიცნო თანამედროვე მიდგომა, როგორ შემოიყვანო მკითხველი მაყურებელი ტექსტში, როგორ დააინტერესო, რა უნდა მიაწოდო, რომ მოგისმინოს და გიყუროს. და ასევე გამოიცნო ძალიან ბევრი რაღაც რა, რომ სპეციალური ტანსაცმელი, ამაზეც კი ვფიქრა, რომ სკაფანდრები წინასწარმეტყველო და სპეცსაკვები და რა ვიცი ზუმი და ყველაფერი შეიძლება დაინახო იქ და გაგიკვირდება და არ დაგვავიწყდეს, რომ არანაირი ChatGPT არ ქონდა, რომ რამე ეკითხა, ხო და ბიბლიოთეკა ქონდა მარტო. ბიბლიოთეკა კი და ამიტომ ამ გადასახედიდან, როდესაც ჩვენ ყველაფერი აქვე გვაქვს, ძალიან დასაფასებელია ასეთი მწერლები, რომლებიც ინფორმაცია მარტო სიამოვნებას კი არა, რაღაც ცოდნასაც გაძლევენ. კი, ეხლა თვითონ ამ ნაწარმოებსაც რო შევეხოთ, რა თქმა უნდა, ეს 20.000 ლიე წყალქვეშ, უნდა ითქვას, რომ აი აქაც ჟულ ვერნი ეს წიგნი მე მაგალითად ძალიან ღრმა ბავშვობიდან აქვს ამდენჯერმე წაკითხული. ჩემმა ნათლმა მამაჩუქა და ძალიან მიყვარდა ეს გამოცემა, ძველი გამოცემა იყო ძალიან და აი არ მგონია რომ ასეთი საინტერესო თავგადასავალი მანამდე მიუხედავად იმისა, რომ მაინდრის და ჟურნალს ყოველთვის კითხულობდი, ხომ ჩემ ბავშვობის საყვარელი ავტორები იყო ორივე. ეს მაინც გამორჩეული იყო ხოლმე მათ შორის, იმიტომ რომ აი იგივე საიდუმლო კუნძული ძალიან საინტერესოა კაპიტან გრანტიშვილები და შემდეგ, მაგრამ ისეთი მისტიკა, როგორიც ამას აქვს, ასევე სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტები არც ერთ სხვა ნაწარმოებში არ არის. აი ჩემი აზრით იგივე მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ და მთვარემდე შედარებით სუსტი ნაწარმოებებად მიმაჩნია მე ჟულ ვერნისა. ანუ საკმაოდ ბევრი ესეთი როგორ თქვა, აი მაკულატურაც აქვს, რაღაცები დაწერილი რა, უბრალოდ კომერციული თვალსაჩინით, რომ საჭირო იყო. კონტრაქტი ქონდა გვერდების რაოდენობაზე და 3 წიგნი უნდა დაეწერა წელიწადში და 3 კარგი ვერ იქნება. ბუნებრივია და აი რამდენიმე გამოუვიდა მართლა აი რასაც შეიძლება დავარქვათ მისი შემოქმედება. და ეს ალბათ ყველაზე გამორჩეული არის. აქ ამ წიგნში მე ძალიან
ჩამithრია პირველ რიგში იმან, რომ თავიდან იწყება რაღაცა მისტიკური ელემენტით, რომ რაღაც უჩხული გამოჩნდა წყალქვეშ, რომელშიც არის ეს გემებს ეჯახება, ძირავს გემებს და შესაბამისად მე ამ დაინტერესდებიან და ეს არის ძალიან დამახასიათებელი მე-19 საუკუნის ფენომენია, რომ რაღაცა უცხო რაღაცების ძიება, იმიტომ რომ ჯერ მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა თითქმის შესწავლილი აქვს და წარმოდგენა არსებობს უკვე, რაღაცები მაინც დარჩენილი არის. იგივე ცხოველების სახეობები, იგივე მცენარეების და ასე შემდეგ და მის ნაწარმოებებში შევაწყდებით ხოლმე, რომ ვიღაცები ეძიებენ და რაღაც სიახლის პოვნას ცდილობენ ხოლმე. მაგალითად, იგივე 15 წლის კაპიტანში არის ერთ-ერთი მონაწილე ამ ექსპედიციისა, რომელიც ეძებს მწერებს, ისეთ უცხო მწერებს აფრიკაში, რომელიც მანამდე წარმოდგენა არ ჰქონდა იმას, რომ არსებობდა და აი ახალ აღმოჩენას აკეთებს მაგალითად და აი ეს აღმოჩენები ძალიან დამახასიათებელია. ხო, ოდნავ შეიძლება რაღაც წერილური გადაჭარბება იყოს, რომ ამხელა კალმარები არ არსებობს, მაგრამ სამაგიეროდ მაგდაგვარი არსებობს ძალიან ბევრი რაღაც, რასაც კაპიტან ჰატერასის მოგზაურობაში მაგალითად ის ასევე ეხება იმ ცნობილ ფრანკლინის ექსპედიციას, რომელიც წავიდა ჩრდილოყინულოვან ოკეანეში გზის საპოვნელად, რომ მოკლე გზის გადასვლა შესაძლებელი ყოფილიყო ჩრდილოყინულოვანი ოკეანის მიღმა და პოლუსი, ჩრდილოეთ პოლუსის ძიებაა ფაქტობრივად, ხო? და ასევე აქაც ჩანს ეგ, რომ კაპიტანი ნემოც მიემართება იქითკენ ის პოლუსები აშკარად რაღაცა იმ პერიოდში ყველაზე ნაკლებად შესწავლილი იყო პოლუსები. იმიტომ რომ პოლუსების შესწავლა მოხდა უფრო მე-20 საუკუნის დასაწყისში და ჟიულ ვერნის დროს ჯერ კიდევ არ იყო კარგად შესწავლილი ეს სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსი. კი, მან ცოტა აერია ცხოველები, რომელიც ეს მორჟები ანტარქტიდაზე არ არიან და ხო, მაგრამ სამაგიეროდ რამდენი რაღაც აქვს ზუსტად. და აი ეტყობა რა არის კარგად შესწავლილი და რა იცის და რა აი ბუნდოვანი და იმიტომაც არის რომ მაშინ ძალიან ცოტა ინფორმაცია. კი, აი კაკაც კაპიტანი ნემო იქ რომ მიდის ჩრდილოეთ პოლუსზე აღმოაჩენენ იქ რომ წყალია, ანუ იმ ადგილზე წყალშია ეს პოლუსი. ან შეშტაბში წარმოდგენა არსებობდა რომ რაღაცა მიწა დახვდებოდათ აი ამ პოლუსსაც უნდა ყოფილიყო ზუსტად იმ ადგილზე რაღაც, მაგრამ არა, წყალი არის ზუსტად ემთხვევა იმ ადგილს, მოკლედ ვთქვათ, აი პოლუსის წვერს. და შესაბამისად აი ეს მისტიკა ახასიათებს ძალიან აი ამ ნაწარმოებს, თუნდაც ცხოველებშიც, როგორც ვთქვი, თუნდაც როდესაც ეს ნაუტილიუსი, ანუ კაპიტან ნემოს გემი ეჯახება ამ ხომალდებს და ძირავს, ვერც კი ფიქრებდნენ, რომ აი რა შეიძლება ყოფილიყო ეს, მაგალითად, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ვეშაპი ასეთ რკინის ზედაპირიან ხომალდებს ვერ ჩაძირავდა ფიზიკურად, ხო, რაღაცა შეიძლება გაჩნდა, მაგრამ აქ კიდევ ერთ საინტერესო რამეა. ხდება მკითხველიც, რომ რა შეიძლება იყოს და რაღაც მისტიკურ იმაში შედის საბურულში. მაგრამ ამავე დროს ერთ საინტერესო რაღაცა, რაც მე მივაქციო ყურადღება, აღნიშნული არის, რომ შეიძლება რომ ყოფილიყო წყალქვეშა ნავი. ესე იგი, მაგ პერიოდში უკვე წარმოდგენა აქვს, რომ შესაძლებელია, რომ წყალქვეშა ნავი იყოს, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ როგორ ააშენაო ვინმემო, ან სად შეიძლება დაეშენებინა ისეთი წყალქვეშა ნავი, რომ ჩვენო ვერ გაგვეგო ვერავის დედამიწაზე, იმიტომ რომ ამის აშენებას რამხელა რესურსი, ცოდნა, მეცნიერებდეს ინჭირდებაო, რომ ესეთი დონის წყალქვეშა ნავი აშენდესო და ამიტომ ამ მოსაზრებას გვერდით გადადებენ და აი ცხოველის მოსაზრებას უფრო რეალურად ჩათვლიან რა. და შესაბამისად მე როდესაც ჩაძირავს ამათ ხომალ აბრაამ ლინკოლნს, რომელიც ამერიკული ხომალდი არის და აქ საინტერესოა, რომ ჟიულ ვერნის შემოყავს პერსონაჟი კაპიტანი ფარაგუტი, რომელიც რეალური კაპიტნის პროტოტიპი არის. არ არის იგივე დევიდ გლეზგო. რეალური კაპიტანი ხო, იყო დევიდ გლეზგო ფარაგუტი, რომელიც მონაწილეობდა ამერიკის სამოქალაქო ომში, სხვადასხვა სამხრეთის ბლოკადის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, მაგრამ ეს რაღაცა იმასთან დაკავშირებული ფიგურა არის აშკარად. და როგორც მოხვდებიან ამ კაპიტან ნემოს ხომალდზე, აი ეს საინტერესოა თვითონ ნემოს, რომელიც არის ძალიან წინამდებობრივი ფიგურაა. აი ვერ ვიტყვით, რომ ის ან დადებითი პერსონაჟია, ან უარყოფითი პერსონაჟია. აი ეს არის საკმაოდ რუხი ისა აქვს, რა ქვია, პერსონაჟია, ჩემი აზრით ნემო. არც დაკეთილი არის, არც ბოროტი, თითქოს რაღაცა მოხსოვს. ჩანს რომ აწუხებს რესენტიმენტი, შურისძიების სურვილი, მაგრამ ასევე შეუძლია თავისი მეგობრის გული დატირება, გადარჩენისთვის ყველაფრის გაკეთება და ემპათია რევოლუციონერების და აჯანყებულების მიმართ, ხო? ნუ ერთ წიგში რო შემოგრჩეს 200 და 300 წელი პერსონაჟი ის ვერ იქნება ვერ ჩავი და ვერც თეთრი უნდა იყოს. კომპლექსური და წინააღმდეგობრივი. სულ რამდენიმე აქვს ეგეთი პერსონაჟი რა. აი ურს გამოვარჩევდი მე ჟიულ ვერნის შემოქმედებაში. ერთი არის კაპიტანი ნემო და მეორე არის ტომ აირტონი. აირტონი, რომელსაც კაპიტან გრანტის შვილებში ბოლოს ტოვებენ იმ კუნძულზე, სადაც კაპიტანი გრანტი იყო გადარჩენილი. ის აირტონსაც აი ესეთი წინააღმდეგობრივი სახე აქვს, იმიტომ რომ მას ჟიულ ვერნმა შესაძლებლობა მისცა მერე, რომ გამოესყიდა უწინდელი ცოდვები. ანუ რაღაცნაირად გზას გადის მონანიებისა. ეს
ეს აირტონი ამ თავისი ცხოვრებით რა ძალიან საინტერესოა ასევე ჟურნალს საერთოდ ყავს ხოლმე უფრო ცალმხრივი პერსონაჟები ყავს უმეტესობა იმიტომ რომ ამას იყენებს უბრალოდ სიუჟეტის ასაგებად რომ იმაში მერე ეს თავისი ინფორმაცია მეცნიერება ეს ყველაფერი ჩაატიოს ამბავია უფრო მთავარი მაგრამ აი რამდენიმე პერსონაჟი ასე მოკლედ რა ცოტა გაუვარდა კარგი ლიტერატურული ისინი დახატა რა ქვია სახეები რა ასეთი და აი ამურს გამოვარჩევდი ამით კაპიტანი ნემო რომელიც ამ როცა შეიპყრობს თავარ პერსონაჟებს ამ ნაწარმოებისა ეს არის პროფესორი არონაქსი ფრანგი პროფესორი რომელიც იკვლევს წყალქვეშა ამას ზოგადად არის ესეც სიმპათიური პერსონაჟია რომელიც თავგადასავალს შიშ დაძლევს მეცნიერების ხათრით და ეს მაშინ იმ კონტექსტს თუ გავითვალისწინებ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რადგან ანაცვლებდა რელიგიას მეცნიერება და ესეც რაღაც ახალი რწმენა ჩნდებოდა რომ კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ნახეთ რომ ეს კაცი უფრო ფიქრობს კვლევაზე და ამ ოკეანოლოგიურ ცოდნაზე რასაც მიიღებს ვიდრე იმაზე რომ სახლში დროზე უნდა რასაც ვერ ვიტყვით მეორე პერსონაჟზე რომ ხო იქ არის ხო კონსილი არის მისი მსახური კონსეი მისი მსახური და ასევე არის ხო მებარჯე ნედლენდი ხო რომელიც გაცილებით უფრო ესეთი როგორ ვთქვათ გაუთლელი კაცის ღონიერი და თავის საქმეში მაგარი. მებარჯე ითვლება რომ საუკეთესო მებარჯე არის აბსოლუტურად და სხვადასხვა აი საკმაოდ დადებით პერსონაჟია ისიც რომელსაც შეუძლია რომ მაგალითად მეგობრისთვის თავი გაწიროს რომელიც აი ბოლომდე იბრძოლებს სადაც საჭირო იქნება და შემდეგ ხო და გაქცევის იდეას არის უწყებს ესეც მნიშვნელოვანი იდეა ლიტერატურაში როცა შენ სადაც არ უნდა იყო როგორც ტყვეობაში არც ერთი წამი არ გტოვებს აი ყველა ვარიანტია ჩვენა ადაპტაცია ახალ გარემოებებთან და ამის მეცნიერებისთვის თავის მიწვნა აჩვენა პერსონაჟი რომელიც საერთოდ არ ივიწყებს რომ უნდა გაიქცეს და ეს სულ აქვს თავში და აჩვენა კიდე მსახური რომელიც ერთგულია და პრინციპში რაღაც კონსეი ისეთი იმდენად ესეთი ერთგული მსახური სახეა როგორც აი ბეჭდების დანებელში სემი არის ფროდოსთვის რა რაღაცა დაახლოებით ესეთი ტიპაჟია ესეთი პერსონაჟი საჭიროა იმიტომ რომ გაუსვა ხაზი რომ აი ეს იმსახურებს ერთგულებას ეს ჩვენი თავარი არონაქსი ამ შემთხვევაში თან იქ თვითონ ნემო როცა აიყვანს ამათ გემბანზე და ჩაკეტავს კაიუტებში აშკარად რამდენიმე დღის მანძილზე არც ენახება მათ და მსჯელობს იმაზე აი რა გააკეთოს იმიტომ რომ მან ხო გადაწყვიტა როდესაც ჩავიდა წყალქვეშა ნავზე რომ აღარანაირი კავშირი აღარ ექნებოდა უშუალოდ ადამიანებთან ზედაპირზე ამ შემთხვევაში იქნებოდა მუდმივად აი ამ წყალქვეშა ნავში ასკეტურად იცხოვრებდა იმაში და მხოლოდ იმას შეჭამდა და იმას გამოიყენებდა რაც ზღვაში მოიპოვებოდა ეგ კი არა რომ სიგარას და იმასაც კი ამზადებს ზღვის წყალმცენარეებით და შემდეგ რომ ყველაფერს იქიდან იყენებს იმიტომ რომ არ უნდა რომ ადამიანებთან და ზოგადად ხმელეთთან რამე შეხება კონდეს და აი აუცილებლად ისინი მოხვდებიან ეს დაარღვევს გარკვეულწილად აი ნემოს იმ პრინციპებს რომელიც მან დაისახა მიზნა და შესაბამისად ის მსჯელობს რა გააკეთოს დახოცოს ესენი აი თუ შეხვდეს და როგორღაც აი ადაპტაცია მოახდეს თუ დამწყდეული ყავდეს უბრალოდ და მე საბოლოო ჯამში მივა ადამიანურ გადაწყვეტილებამდე რომ შეხვდეს ამ ადამიანებს ხო დაელაპარაკოს და ოღონდ იმასაც უხსნის რომ თქვენ აქედან ვეღარასოდეს ვეღარ წახვალთო ან რაღაცნაირად აი ციხედ აქცია ეს ამათვის მაგრამ ძალიან საინტერესო იქნებაო ესო ამოვედოს ეს ამასაც ეუბნება იმიტომ რომ ეს პროფესორს ათვალიერებინებს ხო მთელ ხომალდს და იქ ბიბლიოთეკაც რო აქვს და ყველაფერი რა ის ეგეთი პროფესორები მგონი დღესაც არ არის ამხელა შეიძლება მართლა არ არის ხო ათვალიერებინებს და იქ ნახავს ის რომ წიგნები რაღაც წლამდეა გამოცემული მარტო იმის იქით უკვე აშკარად აღარ აქვს არც გაზეთები არც წიგნები არც არაფერი იმიტომ რომ ჩავიდა ეს იგი მიხვდა როდის ჩავიდა წყალში კაპიტანი ნემო ამოვიდოს ის ელექტრობა რომელიც მაგ გამოიყენება მიუხედავად იმისა რომ ამ პერიოდში ხა ელექტრობის ის დაწყებულია უკვე და ნენელა ხდება მისი დანერგვა ხო კი მაგრამ ასე დატენვა ტრანსპორტი ის არის ნამდვილად წინასწარმეტყველა ეს ილუმინაციები და განათებული კაიუტები და შემდეგ ხო ეს იმ დროისთვის რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკაა რა რეალურად რომ ვთქვათ ხო თან ის რომ შეძლებელი არის იქიდან ათვალიერებინებს ზღვის ფსკერს მე გადიან სკაფანდრებით გაყავს გარეთაც იმდენად გარკვეულწილად ენდობა კიდევაც მე თოთა განმავლობაში რომ კუნძულზეც კი გაუშვებს მათ სანადიროდ რათა აი ისეთი საკვები მოიტანონ იქიდან რომელიცაც ზღვაში ვერ მიიღებენ ანუ ნენელა უფრო და უფრო ხდება მობიერი მათ მიმართ კაპიტანი ნემო აშკარად ადამიანური ურთიერთობა რომელიც ხა ამ ეკიპაჟთან მუდმივად ქონდა მაგრამ გარედან მოსულ ადამიანთან წლები არ ქონია ხო და ნენელა თითქოს ისიც ადამიანურდება ამასთან ერთად თავიდან ძალიან მკაცრი
მკაცრად შეხვდება, მათ ძალიან ისეთ მკაც რაღაც იმას ეუბნება, ხო, და მე ნენელა უფრო ადამიანური ხდება ამასთან ერთად. სანადიროდ დაყავს, ასე ვთქვათ, წყალქვეშ და წარმოვიდგინოთ, რომ 19 საუკუნის ადამიანი კითხულობს, როგორ ჩადიან მაშინ წყალქვეშ სანადიროდ ადამიანები რაღაც სპეციალური თოფებით, რომელთაც შესაძლებელია წყალში მოკლა რამისა, ხო, ცხოველებისა და იქ მთელი ეს წყლის ცხოველები და შემდეგ მათ გარშემო ტრიალებს აბსოლუტურად აღწერილია ყველა. ბევრად ბედნიერები იყვნენ ვიდრე ჩვენი მკითხველები, იმიტომ რომ რაღაც სასწაული გართობა იქნებოდა ეს, ხო, ეხლა იმდენი ალტერნატივა ცოტა რთულია. ბოლო სცენაში აი ნენელა დასასრულისკენ რო წავიდეთ, კიდე ფილოსოფიად შემოდის, აი დიდ მორევი, რომელიც უკვე ნორვეგიის სანაპიროებთან რომ მიდიან და აი ამ დიდი მიმოქცევაში მოყოლილი გმირები, რომლებიც მაინც გადარჩებიან. და ნემოს ამბავი არ ვიცით, მაგრამ ესენი მეთევზის სახლში გაიღვიძებენ და საიდან სათხდება, ეგეც საინტერესოა მე ნემო თვითონ, იმიტომ რომ ნემო მარტო რჩება ბოლოს. მისი ეკიპაჟი ეს მაინც რამდენი ვისაც არ უნდა ენდოს და დაუმეგობრდეს და ჩაიყოლოს, მაინც მარტო რჩება. საბოლოოდ მარტო რჩება თვითონ და მე აი საიდუმლო კუნძულში ძალიან საინტერესოა ნემოს აღსარება. რეალურად ამ ყველაფერს, რაზეც ახლა ჩვენ ნემოს შესახებ ვერ ჟიულ ვერნმა მოგცა ინფორმაცია, ხვდებით არა 20,000 ლიე წყალქვეშ, არამედ ხვდებით საიდუმლო კუნძულში. კი, იქ ჩანს მისი წარმომავლობა და ამას არაფერს არ ყვება ქაშკარად, ნუ რაღაც მინიშნებები თითქოს არსებობს, ამ შესახებ დაეთყობა ქონდა. სურათებს რა თვალიერები. ხო, ჩამოყალიბებული თვითონ ჟიულ ვერნს როგორ უნდა ყოფილიყო ეს პერსონაჟი, ვინ იყო რეალური სახე და შემდეგ, მაგრამ აი საიდუმლო კუნძულში არის ნემოს აღსარება, რომელიც უკვე მოხუცია ამ პერიოდში, მაგრამ ცოტა უცნაურია, რომ ჟიულ ვერნი უშვებს შეცდომას ხოდაშორის. რამდენიმე წელიწადის იმაში ხდება ეს ყველაფერი ფარგლებში. აი 60-იან წლებში, აი 61-60-დან ესე 70 წლამდე მაქსიმუმ. და მიუხედავად ამისა, ნემო რომ 20,000 ლიე წყალქვეშ არის, ძალიან ისეთი ახალგაზრდულად გამოიყურება, ძალიან ჯანღონიც ახსავსია და რაღაცა. საიდუმლო კუნძულში არის ძალიან დაბერებული, მოტეხილი, ფიზიკურად დასუსტებული და ასე შემდეგ. თითქოს უცებდაბერდა ძალიან, ხო. იმიტომ რომ წყლის ქვეშ იყო და იქ ცინკი დააკლდა და მაგიტომ. არაფერი შეცდომა არ დაუშვია. ხო, არა, მაგაზის ხოშ საკრიტიკებია ხოლმე ესე რომ აი ჟურნალს ახასიათებს, რომ აი ეს დროებს ცოტა ურევს ხოლმე ხანდახან ერთმანეთს, და მაგრამ ყველა წერალს შეიძლება აი ესე თუ დაწვრილმანდები, ყველა კარგ წერალს აქვს რაღაც ფაქტობრივი შეცდომა. კი, არა მარტო ზოგჯერ თვითონაც ეწინააღმდეგებიან ხოლმე ხშირად თავის თავს, ხო? ეხლა იგივე რა ვიცი ბოლოს საინტერესო ვიდეოს ვუყურებდი როულინგის შესახებ ჰარი პოტერზე და გამახსენდა მე რომ ამ წიგნში რამდენი რაღაცა რაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება და თითქოს ერთგარო წაკითხავ ასე მეორე წიგნში შეიძლება სხვანაირად ეწეროს, მაგრამ მიუხედავად ამისა როგორ გიყვარს ეს სამყარო მთლიანობაში და მაინც როგორ ფუნქციონირებს ჩვენ გონებაში, როცა ამას ყველაფერს ვკითხულობთ და ჟიულ ვერნთანაც ალბათ ასე არის და ეს კაპიტანი ნემოს ისტორია საიდუმლო კუნძულში ამავე დროს მე ვფიქრობ რომ არის იგივე გზას გადის ნემოც რაღაც თვალსაზრისით როგორი გზასაც გადის აირტონი, რომელიც ასევე საიდუმლო კუნძულში ისიც გამოისყიდის თავის ცოდვებს და ნემოც გამოისყიდის, რომელიც ეხმარება აქ ადამიანებს და გადაარჩენს მათ, იმიტომ რომ მასაც საკმაოდ ბევრი ცოდვა აქვს ნემოს ჩადენილი, იმიტომ რომ ის უბრალოდ ისეთ ხომალდებსაც ეჯახებოდა და ძირავდა და აღჭობდა მეზღვაურებს, რომლებიც არაფერი არ დაუშავებიათ მისთვის და მე აცნობიერებს დროთა განმავლობაში ამას, რომ აი რა დამიშავეს, ახლა მაგალითად ამერიკული ხომალდი მიდის რაღაცა და დაეჯახა და ჩაძირა და დაიხჩნეს უყურა დაიხოცნეს. არც გემაზე ამოუყვანი, არც არაფერი. ესე იგი, მან მოდახოცა უბრალოდ ეს ადამიანები, ხო, შურის ძიების მიზნით. აი, თითქოს კაცობრიობაზე შური იძია ამით, რა, ამას აკეთებდა. აი, ეს რაღაც რამდენად შეიძლება ასეთ შეხედო, შეიძლება ჟიულ ვერნს არ ქონიეს მიზნად, მაგრამ აი ეს ფილოსოფიური კითხვა, რომელიც ყველა კარგ ლიტერატურას უნდა ქონდეს, ამასაც აქვს. შურის ძიების ვნებით შეპყრობილი ადამიანი შეიძლება რაღაც უკეთეს აკეთებდეს პარალელურად ისე რომ ის შურის ძიების ან თავი პირველ წყარო დაავიწყდეს. ეხლა ამ ხელა წყალქვეშა ნავით აქვს იმისთვის რომ რამდენი აღმოჩენა გააკეთოს. ისე ერთ გენიალურ მიგნებაცაა ჩემი აზრით, აი ამას დავამთავრებდი, რომ ჟურნალმა, რომელიც გეოგრაფიას ძალიან კარგად იცნობს და ბუნებრივია, აი მის წიგნებს ვკითხულობ, შეიძლება სოფლიო გეოგრაფია შეისწავლო. ნუ რაღაც შეცდომები თუ არ ჩავთვლით, რომელიც იმ პერიოდში ჯერ კიდე არ იცოდნენ ზოგიერთ რაღაც. ის ადგილი, რომელიც აი ყველაზე, ესე ვთქვათ, აი აიკონიკსაც ეწოდებენ ხოლმე, ხო, როგორ ვთქვათ, აი
ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ჟიულ ვერნის მოღვაწეობაში ეს ადგილი, ეს არის კუნძული, რომელზეც კაპიტანი გრანტი წხვდება და საიდუმლო კუნძულიც ვითარდება. რამდენიმე კუნძულის პატარა კუნძულის სერია. ეს არის ეგრეთ წოდებული ფანტომ კუნძულები, რომლებიც რეალურად არ არსებობენ, მაგრამ ხანდახან ამოდიან ზედაპირზე, აი ეს კლდეები, იქ შესაძლებელი არის რომ ცხოვრება სიცოცხლეც განვითარდეს, მაგრამ მე რაღაც დროის მერე ისევ ალღის ქვეშ მოექცევა და შეიძლება რაღაც დროის მერე ისევ გაჩნდეს იმ ადგილზე და მიაგნო ზუსტად ისეთ ადგილს. ხო, აი ისეთ ადგილს მიაგნო, თავის ნაწარმოებების რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი ნემოცი დაიმალა, მე აი მის მერე ხო მარტო რას დარჩა და ისინიც იქ ხვდებიან, კაპიტანი გრანტიც იქ ხვდება და ეს აირტონის ამბავიც იქ ვითარდება, რომ ეს იმ მომენტში თითქოს იყო ეს კუნძულები, ეს თაბორის კუნძული, ლინკოლნის კუნძულს უწოდებენ და ასევე ეს წმინდა ესა მარია ტერეზას კუნძული, რომელიც პაგანერს თავის ძოზე შეეშლება იმის გამო, რომ ორ სხვადასხვა ენოვან ტექსტში შეხვდება სხვადასხვანაირი სახელებით და ვერ მიხვდება რომ თაბორის კუნძულზეა ლაპარაკი, რომელზეც თვითონ მარია ტერეზას კუნძულს უწოდებს, აი ამ პატარა რიფს და ბოლოს ისე მთავრდება რომ იძირება ეს მართლა ეს ადგილი, იმიტომ რომ ჟიულ ვერნმა იცოდა რომ ეს ეტყობა ამ პერიოდშიც იყო პერიოდები როცა უნახავთ მეზღვაურებს და როცა აღარ დახვედრიათ იმ ადგილზე, ესე იგი რა. და თანაც სად არის ყველაფრისგან ძალიან შორს 1000-ობით კილომეტრით არის ყველაფრისგან მოშორებული აბსოლუტურად სადაც ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე ახლოს არის ახალ ზელანდიასთან და იქიდანაც კი 1000-ობით კილომეტრით არის მოშორებული და წარმოვიდგინოთ რომ აი სად ხდება სადღაც აი ზღვის ძალიან შორეულ წიაღში ეს ყველაფერი, ხო? აი ესეც წარმოდგენაც კი მეშინია მე პირადად ასეთი ადგილი. ხო, აი რაღაცა ისაა, ალბათ იქ მოხვედრა ასეთ სივრცეში, გემით მოხვედრა, ხა მე მაგალითად ასეთი გამოცდილება არ მქონია ცხოვრებაში, გემით ეგრე არ მოგზაურია, რომ აი ღია ზღვაში რომ გადიხარ, სადაც გარშემო შეიძლება იცოდე, რომ იმ ადგილზე იმყოფები, საიდანაც 1000-ობით კილომეტრით არაფერი არ არის ახლოს, უბრალოდ წყალი არის ყველგან. ხო? წარმოვიდგინოთ, რომ აი იმ დროში ამ მთელი თავგადასავლებით ეს ყველაფერი აღწერა ამ კაცმა აქ, ხო? და თანაც 37 პარალელი, რაც ძალიან საკვანძო არის ამ ნაწარმოებებისათვის, იმიტომ ყველაფერი ხდება აი მის გარშემო, ამ 37 პარალელზე. კაპიტან გრანტი ხდება 37 პარალელზე, გადის ზუსტად მოძრაობს, სადროსაც მოუვა ეს კატასტროფა და მოხდება ამ კუნძულზე. მერე ის საიდუმლო კუნძულიც აქ ხდება, ეს 20000 ლიე წყალქვეშ საბოლოოდ კაპიტანი ნემო იქ მიდის, რაღაცნაირად აი თითქოს ჟიულ ვერნის მთელ მოღვაწეობას კრავს, აი ეს სამი ნაწარმოები, ამიტომ და ეს ადგილი, გეოგრაფიული ადგილი, რომელიც რუკებზე შეიძლება ხან დაგხვდეს და ხან საერთოდ არც კი დაგხვდეს, ხო? ესეც იმ მისტიკაზე და იმ თავისებურებაზე მეტყველებს, რაც ჟიულ ვერნის ნაწარმოებებს ზოგადად ახასიათებს. ისე ერთ წიგნს გავიხსენებდი ბოლოს, არსებობს ერთ-ერთი ნაწარმოები ჟიულ ვერნისა, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. მას ძალიან ბევრი წიგნია დაწერილი და ერთ-ერთი ნაწარმოებებში არის სხვადასხვა ხვამლის მთა არის ნახსენები. და იქ მოდიან და სხვადასხვა რა ფაქტი იყო მისი გეოგრაფიული ქართულზე არ არის ნათარგმნი, როგორც მახსოვს ეს ნაწარმოები. კერაბან რაღაც ესეთი სახელი ქვია, მოგზაური კერაბანით, რომ არც ქართულად ზუსტად როგორ ითარგმნება ამ წიგნის სახელწოდება, მაგრამ გაცილებით რომ მშრალად დაწერილი წიგნია აშკარად, ხა ესე დიდი თავგადასავალი და სიუჟეტური ხაზი არ აქვს, უფრო მოკლე რაღაცა იმას აგავს, უფრო დღიურივით არის, მოგზაურის დღიურივით, მაგრამ აი საინტერესო ეპიზოდია, რომ ჟიულ ვერნსაც კი იმის თვალსაჩინოშიც კი მოხდა საქართველოს და ხვამლისთაც კი აქ ნახსენები. აი ესე იგი როგორი ფართო იყო მისი ცოდნა. ბავშვებს ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, გაზრდილებს უკვე ვისაც ბავშვობის გახსენება უყვარს და ყველას გვაქვს ეს სენტიმენტები ჩვენი ბავშვობის ტექსტების მიმართ, მე მგონი ხვამლის თვითხსენებაც კი შეიძლება იყოს თუ ამ ვისაც გეოგრაფია უყვარს ხო საერთოდ ჟიულ ვერნი ერთი დიდი სიამოვნებაა. შეგიძლიათ თუ ჯერ დაიწყოთ ჟიულ ვერნის კითხვა, ზაფხული მოდის, დიდი სიამოვნება გელოდება წიგნსაც. ან მოусმინოთ თუნდაც. ხო, იცი, მე მყავდა სტუმრად ბავშვები, რომლებსაც ძალიან უყვართ კითხვა. და ერთმა მითხრა მაგალითად, რომ აი ჰარი პოტერი და ასეთი წიგნები ბევრჯერ აქვს საკითხული ერთი და იგივე და აი ამის ალტერნატივად შეიძლება ის წიგნები გაიხსენო, რა ჩემი თაობის, თქვენი თაობის და ჩვენი მშობლების თაობის და მე-19 საუკუნის მათი ტოლი გოგობიჭების საყვარელი ტექსტები იყო. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. მადლობა ჩვენ სპონსორს თისწყალს, ჩვენ სპონსორს საქართველოს უნივერსიტეტს. მე გემშვიდობებით ხუთშაბათამდე. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის.